მოგესალმებით. ერთკვირიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება სპორტულ-ანალიტიკური პოდკასტის შედეგს მიღმა. ეს არის მე-18 ეპიზოდი და მანამ სანამ ამ ვიდეოს ყურებას დაიწყებთ, მინდა გთხოვოთ, რომ დაალაიქოთ იგი მიმდინარეობისას და გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი. რადგან ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ერთი კლიკიც კი დამიჯერეთ, რომ გმატებს мотивაციას იმისთვის, რომ შეიძლება მეტი ვიდეო ჩავწეროთ. დაუბრუნდი მე და მოვენატრე ბიჭებს დარწმუნებული ვარ. Welcome back. მინდა მოგილოცოთ წინა გადაცემა, იმიტომ რომ ძალიან მაგარი იყო და ჩემი მხრიდან ბატონ ბიძინას მადლობა. რეკორდი მოკლედ გეკუთვნით თქვენ ამ მომენტისთვის ჩვენ სახზე, მაგრამ ჩვენ თითოეული ვიდეო ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ არის რეკორდი და იმედი მაქვს რომ ამას მივაღწევთ. ხო, როგორ ხართ პირველ რიგში გიჟური შაბათკვირის შემდეგ? მე კარგად. როცა შეკითხავს რომ როგორ ხართ, ირაკლის ხასიათი დამოკიდებულია ინტერის შედეგზე. სიტის მინდოდა 100 მაიგო, მაგრამ კრისტალ პალასის ფანების გამოც გამიხარდა. კი ბატონო. მოკლედ რაზე შევიკრიბეთ დღეს? გამომდინარე იქიდან რომ დამთავრდა ორი შიდა ჩემპიონატი, ეს არის საფრანგეთის ჩემპიონატი და გერმანიის ჩემპიონატი, ვაპირებთ ამ ორ თემაზე საუბარს და პლუს ამას გვაქვს ევროპის ლიგის ფინალიც მოგვიახლოვდა და სულ რამდენიმე დღეში გაიმართება ბილბაოში. მე ვფიქრობ რომ ძალიან საინტერესო მატჩი ხო მაინც ტოტენჰემი და მანჩესტერ იუნაიტედი. სწორედ ამ თემებზე მინდა დღეს ვისაუბროთ და მოდი დავიწყოთ ალბათ ევროპის ლიგის ფინალით დავიწყოთ, ყველაზე უპრიანი იქნება, იმიტომ რომ რაც უფრო დასასრულისკენ გადის ევროპის ლიგა, მით უფრო საინტერესო ხდება და წელს მივიღეთ ისეთი ამბავი, რომ პრემიერ ლიგის აუთსაიდერები ყოველ შემთხვევაში ფურცელზე იბრძვიან ევროპის ლიგისთვის, რაც შეიძლება ტიტულზე მეტად ჩემპიონთა ლიგის საგზური უფრო მნიშვნელოვანი იყოს, მაგრამ ტიტულის ტიტულია თან ტოტენჰემისთვის და მოდი დავიწყოთ მოკლედ ამ თემაზე საუბარი, რას ველით. მე ვფიქრობ, რომ კაი მატჩი უნდა გამოვიდეს. მე დავიწყებ და ვიტყვი ეს რაღაცას, რომ ძალიან ვწურავ იმას, რომ მანჩესტერი გახდეს ჩემპიონი წინა გადაცემაშიც, ვთქვი, წინა გადაცემაში და ეხლა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სხვა გზა იყო მანჩესტერმა ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად. მე-17 ადგილიდან გადის ჩემპიონთა ლიგაზე, ისე რომ ევროპის ლიგას იგებს და ევროპის ლიგაზეც FA თასიდან არის გასული. ანუ იქაც არ ყოფილა მაღალ ადგილებზე. ბევრი მანჩესტერის გულშემატკივარი მყავს მეგობარი და იმათზე მეტად მე მჯერა, რომ შემდეგ სეზონში მანჩესტერი იქნება ძალიან სერიოზული ძალა. რა მაძლევს ამის საფუძველს არ ვიცი, იმიტომ რომ წელს რაღაც სასწაული შედეგი აქვს, 4 თამაში აქვს მოგებული, 2 აქვს ლესტერთან, 1 იპსვიჩთან და 1 საუთჰემპტონთან. 9-ში მათქვემოთ ვინც არის ყველას უგებენ. აი დანარჩენი ტოტენჰემთან ორივე წაგებია. ქვემოთ ალბათ 9-ში. ტოტენჰემ ხო ქვემოთა. უბრალოდ მანჩესტერის პრობლემა რა არის ის რეალურად რომ ძალიან კარგი ნაწილები აქვს ერთად შეკრული, ოღონდ ეს ნაწილები ერთმანეთს არ ერგება. არის პირობითად 2 კარგი თავდამსხმელი, რომელიც არ ჯდება წვნელი სქემაში. არიან ტოპ გამოცდილი მოთამაშეები, რომლებიც ერთმანეთს არ ერგებიან და რაღაცა როლები ვერ ნაწილდება იმდენად. მოიყვანეს ძალიან კარგი პერსპექტიული მწვრთნელი, რომელსაც ჭირდება ესეთი გუნდი და რეალურად დახვდა ისეთი რაღაც, რომ არ ეწყობა რა იმის ფილოსოფიაში. დიდი რევოლუციაა საჭირო მანჩესტერში, აი ძალიან დიდი რევოლუცია, მაგრამ თუ ამ ორიმს აცდიან იმას, რომ თავის ეს 3-6-1 რა 3-4-2-1 იმას ხდას თან ერთი რაც წავიკითხე, შერკი უნდათ და შერკი სავარაუდოდ წავა და გონია რომ იდეალური ტრანსფერი იქნება მანჩესტერისთვის, მაგრამ ეგ ზაფხულში სალაპარაკო თემაა. მანჩესტერმა სადღაც ბოლო 7 ტურია, უბრალოდ რო გავიდა უკვე ფინალში, თქვა ამორიმმა, რომ იმედია გულშემატკივრები გაგვიგებენო, მოდი დავიკიდოთ პრემიერ ლიგაო და მივხედოთ ევროპის ლიგასო რა და ჯერჯერობით მაგ კურსზე დგას. ტოტენჰემში არ ეს პოსტეგლუც კარგად დაიწყო, ტრავმებმა ძალიან არიდარია, აი და რაღაცას რეალურად აქ არ უნდა იყოს, რა მანჩესტერიც არ უნდა იყოს აქ. ბოლო ორივე ტოპ 6-ის გუნდია. მაგრამ რაღაცა თითქოს პრემიერ ლიგის აუთსაიდერები, მაგრამ ორივე
დიდი კლუბია რა რაღაცა, მანჩესტერი ბევრად დიდია, მაგრამ დნმ-ში აქ ორივეს რომ რაღაცა მაღალი მიზნებისთვის უნდა ვიბრძოლოთ რა. ხო, იქ იმ თემას რო შეეხე, პრიორიტეტები დააყენა ორივე გუნდმა ისე, რომ ჩვენი მთავარი ინტერესი არის ევროპის ლიგა. პრინციპში უფრო ჭკვიანურიც არის, იმიტომ რომ რაც არ უნდა ძალები დაიხარჯა პრემიერ ლიგაში, ახლა ტრავმების და ყველაფრის გათვალისწინებით, ფიზიკურად ვერ თამაშობდნენ და ამიტომ მონახეს უფრო ჭკვიანური გზა იმისთვის, რომ გასულიყვნენ ევროპის ლიგიდან, თან ტიტული მოეგოთ გზად და თან მოეგოთ გასულიყვნენ ჩემპიონთა ლიგაზე. ეს ხო, ბევრი რამე იქნება დამოკიდებული, როგორ ითამაშებენ. ამ ორი გასაგებია 3-4-2-1 სქემა, უბრალოდ ამ სქემას აქვს ორი რეჟიმი, ეს იქნება აგრესიული რეჟიმი თუ შედარებით უფრო პასიური რეჟიმი. ბევრი რამე იქნება დამოკიდებული, ვინ იქნება გარეთ ცენტრალური მცველები, შოუ და ლინდელოფი თუ იქნა, ეს ნიშნავს, რომ აგრესიული რეჟიმია. კაზემიროს რამხელა სივრცეს დაუტოვებენ მოედნის ცენტრში დასაცავად. ბრუნო ფერნანდეშის რა როლი ექნება, გარნაჩო თუ გამოვიდა, ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება, იმიტომ რომ ტოტენჰემი ყოველთვის მაღალი დაცვის ხაზით თამაშობს და გარნაჩო ძალიან მაგრად იხსნება ამ დაცვის ხაზის ზურგს უკან. მე ვერ გაქვს გოლი, მაგრამ კარგად ხომ იხსნება. მომენტი ხო ექნება. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ტოტენჰემსაც იგივე აქვს, მე პოსტეკოგლუ ძალიან მიყვარს. სელტიკიდან მოყოლებული და გვარდიოლა რო აქებდა რეაქციას და რაღაც ერთ-ერთი დიდი რომანტიკოსია ფეხბურთში, რომელსაც შარშან თუ გახსოვთ, ჩელსისთან 9 კაცით მოედნის ცენტრში რო იდგა ტოტენჰემის დაცვა რაღაც. ეგ სიგიჟეებრი ახასიათებს, მაგრამ ეთყობა ტრამვებმა და გაჭირვებამ და მარცხებმა ენჯიც გატეხეს უკვე და ბოდოგლებთან მეორე თამაში იყო 30-15% ბურთის ფლობა და ესეთი სტრიქტ კაფეო ესეთი დაცვა და რაღაც ანგარიშზე თამაში და ასე შემდეგ. შეიძლება ტოტენჰემაც საფრთხილად ითამაშოს, მით უმეტეს ტრამვები აქვთ, მედისონი არ ვიცი არ იქნება, კულუსევსკიც გამოაკლდა და ეგზამ ერგვალიც რომელიც ამ სეზონში გამოჩნდა 18 წლისაა და მოკლედ სავარაუდოდ ფინალების საერთოდ ისეთი თამაშებია ხოლმე, თან ორივეს ძალიან ჭირდება ჩემპიონთა ლიგა ისეთი სუყე პრიზია იქ გასვლა 45 მილიონია მარტო მონაწილეობა. ხო, ამის გაფუჭება ახლა არც ერთ არ ჭირდება, ამიტომ საინტერესო თამაში უნდა იყოს. ტოტენჰემმა ორივე მოუგვაწევს. პირველი თამაში მახსოვს ძალიან კარგად 3-0 გადაუარეს ოლდ ტრაფორდზე, რაღაც გადათელეს პრესინგით შეჭამეს. ეგ მახსოვს მაშინ მოხდა მქონდა გაკეთებული და ეპიზოდი იყო, როცა პრესინგის დროს იუნაიტედის საჯარიმოში უფრო მეტი ტოტენჰემის ფეხბურთელი იყო ვიდრე იუნაიტედის, მაგრამ მაშინ ამ ორივე საერთოდ არ იყო, ძნელჯერ კიდევ ტენჰაგის ეპოქა იყო. იმიტომ არ მგონია რომ იმ თამაშებს ახლა დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს. მცირე ფავორიტი ალბათ მაინც იუნაიტედი. ეს ეგრე ვფიქრობ. ტოტენჰემის დისკუსზე იცი რა, ხავს წყალს, საერთო ჯამში სეზონი რო შევაფასოთ, ძალიან მაგარი რაღაცები ხდება. ნიუკასლმა რამდენი წლის შემდეგ პირველი ტიტული მოიგო. კრისტალ პალასმა სულ რამდენიმე დღის წინ მაგარი ტიტული მოიგო საერთოდ არსებობის ისტორიაში პირველი. იქეთ ბოლონიამ 51 წლიანი მშრალი სერია დაამთავრა. ნიდერლანდების თასი ისეთმა გუნდმა მოიგო სპარტა როტერდამმა, მე მგონი თუ გოუჰედ იგლზმა, რომელსაც საერთოდ ისტორიაში ტიტული არ ქონია და ტოტენჰემი, რომელიც ბულინგის მსხვერპლია მთელი ამ ცარიელი კარადებით და ხორი გამოვრჩა. ვინ? ჰარიკეინმა ტიტული მოიგო. ვიტყვით ახლა ჰარიკეინი მე როგორც გუნდები. ამიტომ ძალიან სერიოზული რაღაცაა რომ ტოტენჰემს რაღაც მემე ვნახე რომ ტოტენჰემ ყველა ეს თასები რაც ახლა ჩამოთვალე ეწერა და გვერდით ჯიმ კერის ერთ-ერთი პერსონაჟი იყო, ეწერა ანუ შენ მეუბნები რომ შანსი არსებობსო როგორც ტოტენჰემის ფანი. და ხო, ტოტენჰემ მე მგონი იდეალური დროა ისე მიეწყო მსოფლიოში ყველაფერი რომ ტოტენჰემაც მისი ტიტული მოიპოვოს ასე ვთქვა. და იუნაიტედის ხარ. ენჩ პოსტეკოგლუს აქვს ნათქვამი რომ მე ყოველ მეორე წელს ჩემს გუნდში ტიტულს ვიგებოდ. თქვა ეს თან აი სეზონის დასაწყისში თუ რაღაც და როცა მიყვა და აი თასებიდან უცებ გამოვარდნენ და ჩემპიონატში რაღაც კატასტროფა ხდებოდა და აი დაიწყო და უცებ ჰოპ და ტოტენჰემ ფინალშია და შეიძლება მოიგოს მართლა. ხო, თან ფინალს ხო თავისი სპეციფიკა აქვს რა. რაც არ უნდა ძლიერი გუნდი ხდებოდეს, ძალიან სუსტ გუნდს, ფინალია. მაი მაქსიმუმ უნდა თქვა 51-59-ზე. 70% გამართლებაზეა. რამდენი ფინალი ყოფილა რომ რაღაც სასწაული მომხდარა და დატრიალებულა, ანუ ეს ხო ფეხბურთია რა, მართლა მრგვალია ბურთი, არ არის რაგბი. რო იცი რომ ესპანეთი რო შეხვდეს ახალ ზელანდიას უეჭველი მოიგებს. ეგეთი სპორტი არ არის. თან სხვაობაც არ არის ახლა ამ გუნდებს შორის დიდი. ორივე სერიოზული პრობლემები აქვს, საკადრო, რაღაცა ფსიქოლოგიური
იმას რა ქვია კაცო, ეგზისტენციალური ანუ ყველანაირი პრობლემა ორივე გუნდში, მაგრამ ორივეს კარგი შანსი აქვს. ძალიან 50-50 თამაში იქნება. თან დაძაბულობაც იქნება წესით, იმიტომ რომ არც ერთ უკან დასახევი გზა არ აქვს რა. ეს არის რეალურად შანსი, რომ მოიგო უმნიშვნელოვანესი ტიტული და ნუ რავი უნდა წავიდნენ ალბათ დაჭამონ ერთმანეთი და აი ის რო ახსენე ფინალია და ვიღაც ზოგიერთი ფეხბურთელი განსაკუთრებულ როლს თამაშობს ფინალში და მე ორ ფეხბურთელს ვიყავ მანჩესტერის მხარეს, რატომაც გული მისდრობს რომ ამ ორმა შეიძლება მნიშვნელოვანი როლი შეიტანოს. ერთი ნუ რა თქმა უნდა ბრუნო ფერნანდეშია, რომელსაც სხვა შორის ამ დაქცეულ სეზონში 36 საგოლე კონტრიბუცია აქვს, რაც ნუ ეხა ჟღერს, რასაც ქვია, იმიტომ რომ ბრუნო ძალიან მაგარია ვიცით. მეორე არის კაზემირო. წინას აი კაზემიროც რეალიდან გადმოვიდა. ჯერ ხო ამბობდნენ რომ რეალში რომ ანუ აქ უფრო მეტ სიამოვნებას ვიღებ ფეხბურთისგანო, იმიტომ რომ ნუ ეს პრემიერ ლიგაო. მერე ჩავარდა კრიზისი, ყველა დასცინოდა ასე შემდეგ. აი ბოლო პერიოდში გაცოცხლდა რასაც. მოუმატა ძალიან. წელს 25-ში, 2020-ში. აი ფერგი თაიმებში რომ ლიონს სასწაულები უქნა, იქ კაზემირომ ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. მერე ბილბაოსთანაც მაგარ თამაშები ჰქონდა. და კაზემიროზე მეტად და უკეთ ფინალის თამაში ვიმიცის რა. სტრესი მაგაზე არ მოქმედებს. გაგზევებით მაგას არ აძევებენ რეალიდან მოყოლებული და შესაბამისად არ გამოვრიცხავ რატომღაც გული მიგზნობს რომ კაზემირო შეიძლება იყოს ტიპი ვინც რაღაცა X ფაქტორი იყოს ამ ფინალში. ტოტენჰემის მხარეს ალბათ სონი ხო მაინც. ნუ სონია ყველაზე ისეთი გვარი და აი შენ ნათქვამს რატო გიგრძნობს გული, მოდი ეგ კიდე ცალკე რო ავხსნათ რა, ანუ ფინალს როცა თამაშობ აუცილებლად გიკანკალებს მუხლები. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ეგ დროს მუხლი არ უკანკალდება. ამას იმდენი ფინალი აქვს უკვე ნათამაშები, რომ ჩვეულებრივი ისე შეუძლია მიუდგეს, როგორც ჩვეულებრივ მატჩს. თუ გახსოვთ, ვარანი და კაზემირო მანჩესტერ იუნაიტედმა წამოიყვანა რეალიდან, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი ფული გადაიხადეს მაგაში, სულად ვიტყვი გადაბერებულ მოთამაშეებში რა. იმიტომ რომ ჩვენ მოგვაქვსო ჩემპიონის დნმ-ო რა და ესეთ მატჩი ძალიან რთულია, როცა თან მithume ზამდენი გულშემატკივარი რო ყავს, შენ თავზე რაღაცა რო აიღო, ან უნდა იყო შუბლის ზარღვი უნდა გქონდეს გაწყვეტილი, ან უნდა ძალიან გამოცდილი იყო რა. კაზემირო არის ეგეთი. აი შუბლის ზარღვი რო გაწყვეტილი აქვს, ეგეთი მგონია გარნაჩო. თავისი ფეთქებადი მოძრაობებით, იმიტომ რომ ნუ აი პირველი რამოდენიმე მეტრის მოგება ძალიან მაგრად შეუძლია და მაქსიმალურად დაცვის ხასთან აი პირველი რამოდენიმე ნაბიჯი შეიძლება გარდამტეხი მოხდეს, როცა იქიდან ბრუნო გიჭიმავს პასს. აი მანჩესტერის გულშემატკივარი ყავს ერთი ძმაკაცი და ეხლა ხან ვესაუბრებოდი ზუსტად, ნუ მე რაღაცა ვეღადავებოდი რომ წააგებ თქო და მე როგორ რაღაც მითხრა, იცი რომ ხო იცი რომ მანჩესტერი ეგეთ თამაშებს არ აგებსო და აქ მივდივართ ისევ ისტორიულ გუნდობასთან. ფინალშიც ზოგადადაც ფინალების გამოცდილებითაც რა თქმა უნდა მანჩესტერი უფრო დიდი გუნდია და ხო მე მგონი შევთანხმდით რომ ცოტა უპირატესობას ირაკლის თქმის არ იყოს 51-49-ზე გადაგვაქვს მანჩესტერის მხარეს, თუმცა მართლა არავინ არ იცის რა მოხდება, იმიტომ რომ რეალურად კაი თამაში უნდა იყოს. კარგი ხო ესა მაგრამ ეგეთ თამაშების არ წაგებაზე რაღაცას გავიხსენებდი, აი იკას გაუსწორდება მანჩესტერი არ იყო ის გუნდი რო ეხვეწებოდნენ კაი გაჩერდითო გვარდიოლას გუნდს, რომ მოდი გავჩერდეთ დავსტაბილურდეთ. მე მგონი გვარდიოლა ეხვეწებოდა, მე მგონი გაჩერდით. ხო, კაი გიყოთ. კაი, ამ თემაზე მე მგონი ამოვწურეთ. ნებისმიერ შემთხვევაში საინტერესო ფინალი გველის და ამას უსურებ ყოველ შემთხვევაში ფეხბურთის გულშემატკივრებს. შუაში გეტყვით, რომ subscribe გილაკთ დააჭიროთ და ძალიან გვჭირდება და ვაფასებთ იმას, რომ გამოწერების რაოდენობა დღითიდღე იმატებს. მეორე თემა, როგორც დასაწყისში გავაჟღერე, არის საფრანგეთის ჩემპიონატი დავიწყოთ, მოდი, იმიტომ რომ ნებისმიერ შემთხვევაში ქართველების ინტერესი საფრანგეთის ჩემპიონატისადმი არის უფრო მაღალი. ხვიჩა კვარაცხელია მოკვლევს სწორად ჩაიბარა მისი ოქროს მედალი და თასი. ძალიან ლამაზი კადრები ვნახეთ, იქ საქართველოს დროშა მოხვეული ხვიჩა, იტალიის შემდეგ აქეთ საფრანგეთშიც. რაც შეეხება მიქაუტაძეს და ზურიკო დავითაშვილს, სამწუხაროდ ზურიკოს სენტ-ეტიენი გავარდა. მე 19 ადგილზე გავიდნენ და ნუ სახლში ბოლო მატჩი ტულუზასთან წააგეს, უმოტივაციო ტულუზასთან, რაც გამიკვირდა. თუმცა უნდა ვთქვათ აუცილებლად, რომ ზურიკოს კარგი სეზონი გამოვიდა, 17 საგოლე კონტრიბუცია სენტ-ეტიენთან ერთად ლიგა 1-ში ნამდვილად ჟღერს და ზუსტად დღეს დაიწერა, რომ მისით სტრასბურგიც ინტერესდება და პარიზზე დაიწერა, აი პარიზი რო ამოვიდა. ხო,
მე ვფიქრობ, რომ ზურიკო ლიგა 2-ში არანაირად არ ჩაყვეს სენტეტიენს და არც ჩააყოლებენ ჩემი აზრით. სენტეტიანიც იხეირებს ამას და ბუნებრივად თავად ფეხბურთელს. რაც შეეხება ლიონს მე-6 ადგილზე გავიდა. ლიონი ამ მომენტისთვის კონფერენს ლიგაზე გადიან, თუმცა იქ PSG-მ თუ მოიგოთ 100, გადიან ევროპა ლიგაზე. ხო. მიქაუტაძესაც უნდა ვთქვათ, რომ შვენიერი სეზონი გამოვიდა, მაინც სადებიუტო სეზონი იყო უმაღლეს დონეზე და ვერ ვიტყვით, რომ მიქაუტაძე რაღაცა 100%-იანი ძირითადი კაცი იყო, ხო? იქ მაინც ლაკაზეტეზე იყო მთავარი პრესი და ნუ ძირითადი კაცად ითვლებოდა ლაკაზეტე. მოდი დაგითხოვთ და მე მეც შემოგეშველებით რამდენიმე სიტყვით. ხო, აი, მოდი აქაც მოვიტყვი პირველი. ნუ საფრანგეთის ჩემპიონატი რეალურად მე ალბათ მაინტერესებს 3-3 მიზეზით. მიქაუტაძე, ზურიკო და ხვიჩა. ანუ რაც შეეხება ზურიკოთი დავიწყოთ, მოდი, ნუ ერთი ცუდი მომენტი ის არის, რომ ცოტა უფრო ცხრილის შუის ზევით ნაწილი გუნდები ძალიან ხშირად ერიდებიან ხოლმე იცი როგორი მოთამაშეების გადაყვანას იმ გუნდიდან რომელიც გავარდა. იმიტომ რომ ბევრ გუნდს აქვს ძალიან ეგ მიდგომა, რომ აი რაღაცა ფსიქოლოგიური მომენტი აქვს იმას უკვე რომ თამაში წავაგეთ it's okay და ცხრილის ზევით როცა ხარ უფრო მეტი კონცენტრაცია გჭირდება, უფრო მეტი გამარჯვებულის მენტალიტეტი, უფრო მეტი ემოცია რომ აი გამარჯვებული გამოვედით რა. ზურიკოს შემთხვევაში დიდი იმედი მაქვს რომ მაგას არ გაითვალისწინებენ, იმიტომ რომ მართლა რაღაცნაირად კარგი მოთამაშეა რა. ვერ იტყვი რომ ყვარას დონეზეა, ბევრი უკეთეს ვინგერს გაიხსენებ, მაგრამ რაღაცნაირი ტიპაჟია რა, თავისი რაღაც პატარა როა და მესისავი დრიბლინგი რო აქვს. დიაგონალური შერბენები საჯარიმოში. მიქაუტაძეს რაც შეეხება, ძალიან მეწყინა ის რომ ჩერკი მიდის, იმიტომ რომ აი ძალიან მომწონდა ლიონის შემადგენლობა რა. თუ ვინმე ჩვენი მაყურებლებიდან ფუტბოლ მენეჯერს თამაშობთ, ზუსტად ვიცი რომ ტიაგო ალმადა ყველას გიყვართ, იმიტომ რომ ძალიან მაგრად ვითარდება ფუტბოლ მენეჯერში და FIFA-შიც და ნუ თავარის აი ეგ სამი კაცი წინ შემდეგ სეზონში მაგრად მინდოდა რომ მეთქი იქნებ ცოტა ვიღაც 1-2 სტრაფი ლატერალი დაამატონ და ეს ამორების წყობა რომ გადასულიყო იქ იმენა იდეალური იქნებოდა რა. ნუ ხვიჩას რაც შეეხება, რა ვიცი, პარის სენ-ჟერმენზე ვთქვი ადრეც და ოღონდ თქვენ არ იყავით ამ გადაცემაში, მაშინ მე და ქეუხო ვიყავით. პარის სენ-ჟერმენს ჩემთვის ამ წუთას რაც აკლია არის ორი ვეტერანი რა. იმიტომ რომ ძალიან ახალგაზრდა გუნდია და გონია რომ ამ მოთამაშეების ცოტა დაბალანსებაშიც და ჭკუაზე მოყვანაშიც და რაღაც დამატებითი სწავლებაშიც ორი ვეტერანი საჭირო, ორი კარგი ვეტერანი. აი კაზემიროზე რაც ქნეს დაახლოებით ეგეთი თუ ქნა პარის სენ-ჟერმენმა, ვინ არის ეგ მოთამაშე ახლა რომ გითხო არ ვიცი, არა ეგეთ მოთამაშეს თუ დაამატებენ საერთოდ რავი ამ გუნდს რაღა გააჩერებს, იმიტომ რომ ბარსელონა. ხო, PSG-ზე და საერთოდ ლიგის ფინალზე შემდეგ გადაცემაში უფრო მეც ვისაუბრებთ. საფრანგეთის ჩემპიონატზე რაზე რაღაცას მაგინდათ. ხო, ანუ ორ გუნდზე მინდა ვისაუბრო ძალიან მოკლედ, იმიტომ რომ ეს არის ტოპ გუნდი. ნიცამ ჩაატარა ძალიან მაგარი სეზონი, ლიგაზე მოხვდა. და ხო, ფრანკეზი მეორე გუნდში ამართლებს უკვე მეორე გუნდი გაყავს ჩემპიონთა ლიგაზე. ჯონათან კლოსს ჰქონდა ძალიან მაგარი სეზონი, ევან გესანდი ათიანაზე, მოკლედ ძალიან და დანტე ყავთ. დანტე თუ გაქვს 42 წლის ხდება კაცი და ისევ ტოპ დონეზე ასრულებს თამაშს. მოკლედ იმ გუნდებს შორის, რომელსაც ინეოსი ყავს მფლობელი და 3-4-2-1 სქემით თამაშობენ, ნიცა არის ყველაზე კარგი გუნდი. მეორე რომელი გუნდი ალბათ ყველა მიცით. თორე და გადაცემის პირველ ნაწილში ვისაუბრეთ ფინალი ელოდება იმას. შევალიეზე მინდოდა თქვა მეკარეზე. ლილში რეალურად ძალიან კაი სეზონი ჰქონდა
და ბევრი იწერებოდა რომ PSG ეცდება მის წამოყვანას, იმიტომ რომ მესმის დონარუმა ძალიან მაგარი მეკარეა, რა თქმა უნდა, მაგრამ კონტრაქტი ეწურება მომავალ სეზონში და საერთოდ არ არის გამორიცხული რომ ნელ-ნელა მოამზადოს PSG-მ ეს ტრანსფერი და საბოლოო ჯამში გადმოიყვანოს. ხო შეგაწყვეტა რეიმს დაემართა კიდე რაღაც საშინელება დაიწყო სეზონი რაღაც მაგრა და ეხლა პლეინი თუ რაღაც უწევს გასავარნებაში მეცთან უწევთ თამაში და მე მეცისკენ ვიქნები იმიტომ რომ ნამყოფი ვარ მაგ ქალაქში თუ ამას ქალაქია შერკიზე იმის თქვა მინდოდა რომ შერკი ძალიან მაგარია ზოგადად რამდენი წელია შერკის სახელი გვესმის ხო ასაკი შემოწმე 23 წლისა 21-ის მართლა და ხო შერკიმ ოფიციალურად დაადასტურა რომ მიდის ლაკაზეტიც წავიდა საერთოდ დაიმშვიდობა ლიონს ცუდი ამბავი ლიონისთვის შეიძლება იყოს ის რაც რეალურად მაშინებს ფინანსური პრობლემების გამო შეიძლება ალმადა ვერ გამოისყიდონ და დააბრუნონ იმაში ამერიკაშიო და ეგ იქნება ცუდი იმიტომ რომ თუ შერკი კი არა და შერკი მიდის თუ ალმადა წავიდა მაშინ მიქაუტაძე ცოტა რაღაცა მარტო არ დარჩეს თქო თან ფინანსური კრიზისი რო ექნება გუნდს დამატებით ახლა მეეჭება ვიღაც დაიმატონ ამიტომ არ ვიცი ხო საფრანგეთის ჩემპიონატზე რეალურად რა უნდა ვთქვა ბევრჯერ გაგვიგია რომ საფრანგეთის ჩემპიონატიდან წაშალეთ PSG და ეს იქნება სუპერ ჩემპიონი ხო შევადგინოთ ეს რაღაც სეზონის გუნდი შევადგინოთ კი ბატონო უბრალოდ მანამდე რეზი მინდოდა თქმა მეისონ გრინუდი რო არ ვახსენოთ არ გვაპატიებთ მეისონ გრინუდი გახდა თანაბომბარდირი უსმან დემბელესთან ერთად 21 გოლით ბარკოლასაც ძალიან კაი სეზონი ჰქონდა ასისტების ლიდერი იყო საბოლოო ჯამში ჩემი აზრით საფრანგეთის ჩემპიონატი არის კაი ჩემპიონატი მეც კაი ჩემპიონატი ფანები უმაღლეს დონეზე არიან ფეხბურთელები უხეშობაც არის წითელ ბარათებს აფრიალებენ ეს საჯები როგორც არაფერი ისე ამიტომ მე რა ვიცი მომწონს თან ეხა ქართული мотиваციას გვაქვს და ვადევნებთ თვალყურს ხო ნუ 4-3-3 რო ანუ მთელი დილემა საფრანგეთის ჩემპიონატის ტოპ გუნდს რო ადგენენ არის ის რომ PSG-დან ვინ შეიძლება არ იყოს ამ გუნდში ხო რეალურად მე ეგრევე ვფიქრე რომ რაღაც ეს ნუ ეს ხუთი კაცი დაცვითი ლოკი ნახევარდაცვა შეტევად თითოს რო თითო გამოვაკლოთ იმიტომ რომ ნუ ძალიან დომინანტია ხო ნუ შევალემენიც მგონია რომ აუცი საუკეთესო მეკარეა დონარუმა არის ტოპ თამაშებში ყველაზე კარგი მეკარე მსოფლიოში მაგრამ ნუ რაღაც მთელი სეზონის სტაბილურობას თუ ავიღებთ ფეხით თამაშს გამოსვლებზე თამაშ რაღაც ეგ არის ფაქტორი ნახევარდაცვაში ნუ ჟოაო ნევეშ და ვიტინია არ ვიცი რაღაც გენიალური მე ამოიღებ მე ძალიან მომწონდა სტრასბურის თამაშს უყურებდით ანდრეი სანტოსი ეგეთ ბრაზილიელი ჩელსის საკუთრებაში ახალგაზრდა აი რაღაც ართმევის ტექნიკა აქვს რაღაც ფეხს აყენებს ისე რომ აი რო იჯახებია იქცევა მოწინააღმდეგე რა ძალიან ძლიერია ფიზიკურად პლუს ძალიან ბევრი გოლი გაიტანა იმიტომ რომ სტანდარტები აქვს დამოღამებული ფლანგიდან 8 წუთიან ახალძალთან აწვიან და შემდეგ შოროლძალთან კიდებს ბურთს და იქ სულ ხდება ანდრეი სანტოსი და აგდებდა ხოლმე რეგულარულად. ბევრი გოლი შეაგდებდა საჯარიმოს გარდანაც გაიტანა რამდენიმე. მოკლედ ისეთი პერსპექტიული ფეხბურთელი, რომელსაც სავარაუდოდ ჩელსი დაიბრუნებს და პლუს ბრაზილიის ნაკრებში აქვს დიდი პერსპექტივები და ამიტომ გირჩევთ რომ მიაქციოთ ყურადღება, იმიტომ რომ მალე შეიძლება ბრაზილიის ნაკრების ძირითადში იხილოთ და ხო, დაიწერა ჩელსი მსოფლიოს საკლუბოზე წაიყვანს. ხო, შეტევაში ალბათ შერკი ხო, იმიტომ რომ შერკის მართლა რამდენი წელი ეგ ეს 16 წელს იყო რომ გამოჩნდა. ფეხბურთში და რაღაც მე მგონი ეს იყო სეზონი როცა გარღვევა და გააკეთა რა იმიტომ რომ მანამდე ეს იყო ჰაილაითების ფეხბურთელი რომელსაც რაღაც YouTube-ზე ქონდა რაღაც 20 წუთიანი ვიდეო თავისი პინტების მაგრამ ნუ რაღაც გააკეთებულ ატყობდა 5 კაცს და შემდეგ რაღაც იდიოტოპას გააკეთებდა ან რაღაც უაზროდ დაარყმდა ეხლა არის რომ აშკარად გაიზარდა და უკვე გადაწყვეტილების მიღებაში წეთყობა ყველა იმ მეტრიკაში აქვს მომატებული რაც პასს ეხება და პლუს ამისა დარჩა იმ რაღაც ეფექტურ დრიბლერად ხო შეიძლება ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურ თუ არა დრიბლერად ამიტომ შერკის ნუ იმას რასაც ველოდით ამდენი ხანი ნუ ეს იყო სეზონი როცა შერკი მაჩვენა რომ ის მზადა უკვე დიდი ფეხბურთით დიდი ფეხბურთელი გახდეს და არა მხოლოდ რაღაც ჰაილაითების გმირი ხო აი საინტერესოა საწავლა ესე შერკი იმიტომ რომ ძალიან მაგარი პროსპექტია ეგ მე ძალიან მინდა რომ მანჩესტერში წავიდეს ძალიან მოუხდება იმიტომ რომ შერკის აქ ჩემთვის დიდი პლუსი რომ 10-იანით შეუძლია რომ ითამაშოს და ვინგერათაც შეუძლია რომ ითამაშოს უფრო ხო და ვისი საყვარელი მოთამაშე ალბათ ეგეც იცით აქედანვე მოკითხო არ იცი? კი ვიცით აქედანვე მოკითხო ბატონ ნიკოლოს ტაბაკაძეს და ვიზიარებ იმას რომ ლიონი დატოვა შენმა საყვარელმა მოთამაშემ
კარგი. ტოვებს. საფრანგეთის მოიცა ჩემპიონატი. ერთ წავს, კაცო დანარჩენი კიდევ ვიღაცები. სხვა დანარჩენი PSG-ს მეც ხალხია ჩემი აზრით, ნუ დაცვა მთლიანად, იმიტომ რომ მართლა კონკურენტობა, ნევე 7-ნია. შეტევაში მოდი ვთქვა თავით დემბელე და ნუ ყვარა, ან მე ვთვლი ყვარა უკეთესია იმ მონაკვეთში რაც ითამაშა, მაგრამ ბარკოვას კარგი მონაკვეთები ჰქონდა დიდი ხანი. ბარკოვა არასტაბილური ფეხბურთელი ეგ ეთყობა უკვე. აი სეზონის ბოლო მაგალითად სუსტი აქვს ახლა. სეზონის დასაწყისში ძალიან მაგარი იყო. მას შეიძლება საუკეთესო ფეხბურთელიც იყოს საფრანგეთის. მაგრამ ნუ ხო ალბათ ბარკოვა. ხო, ყვარა ახლა 14 მატჩით სეზონის ფეხბურთელ. თან სტატისტიკა ახლა ისეთ გამაოგნებელი არ აქვს. ჩვენ ხედავთ ძალიან კარგად ყვარა საკეთებს, მაგრამ სეზონის გუნდში ყვარას ვერ ჩასვამ, იმიტომ რომ მე მაქვს ერთი იდეა. დაფაიღე მარცხენა ვინგერის დაადხელი. ყვარაც ხელია. ეს 2026-ისთვის ამოჭერი და შეინახე რა. წელს ცოტა გვიან გადავიდა თორე რო როზე რო გადასულიყო. კარგი, გადაცემის დასვენით ეტაპზე გავიდეთ. კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ, რომ დაალაიქოთ ეს ვიდეო და გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი. ასევე შეგიძლიათ გამოყვეთ Facebook-სა და TikTok-ზე. იცი როგორ ვთხოვოთ? მობილური ტელეფონი ამოატრიალეთ, გამოჩნდება subscribe ვილაკი და დააჭერეთ. და ისევ გადაატრიალე. ერთი წამის საქმეა. მოიცა ვაცადოთ ახლა ეს ერთი წამი. ეგა, გავაგზავნე. დიდი მადლობა. ხო, ბუნდესლიგაზე მინდა ვისაუბრო, ბუნდესლიგაც დასრულდა. სხვა შორის ჩემპიონობა დაიბრუნა მიუნხენის ბაიერნმა, ესე წლიანი პაუზის შემდეგ. ჰარი კეინმა მოიგო პირველი ტიტული კარიერაში, ეკა და შემახსენა წინათ და მახსოვდა რა თქმა უნდა, იმიტომ რომ გამიხარდა რეალურად მიყვარს ეგ ფეხბურთელი და თან ახლა მისი კარიერის ტიტულს რომ იმსახურებდა რა თქმა უნდა. კარგი, ვისაუბროთ მოკლედ ბუნდესლიგაზე. ხო, იმას ვიტყვი ოღონდ რომ ბუდუ ზივზივაძეს გუნდი გადარჩა პირდაპირ გავარდნას, რაც ძალიან კარგია, თუმცა მოუწევს ეგრეთ წოდებული პლეი-აუთის თამაში ელვესბორგს ეთამაშება და სხვა შორის ამ დღეებშია თამაში დაახლოებით ერთ კვირაში გაირკვევა წარმატებები ნებისმიერ შემთხვევაში ბუდუს და ჰაიდენჰაიმს, იმიტომ რომ გვჭირდება ნამდვილად თან საკმაოდ დიდხნიანი კონტრაქტი აქვს ბუდუს ჰაიდენჰაიმთან. მე ეჭვება რომ გავარდნის შემთხვევაში სადმე წავიდეს, ამიტომ ძალიან კარგი იქნება თუ დარჩება ბუნდესლიგაში და იბრძოლებს უმაღლესი მიზნებისთვის. ხო, ბაიერნი აბსოლუტურად ლოგიკური ჩემპიონია, ლევერკუზენი დამსახურებული მეორე ადგილი, ანუ სხვაობა არის ზუსტად ისეთი, რამდენიც ჩამორჩებოდა ბაიერნს, იმდენით უსწრებდა დანარჩენებს. და ბელმოსს ყველა დაკრიტიკებდნენ ამ სეზონში, იმიტომ რომ ლევერკუზენი რეალურად მეოთხე გუნდია სახელმწიფო ფონდით. გერმანიის დორტმუნდს უსწრებს, ლაიფციგის უსწრებს, ნუ ბაიერნი თავისთავად უსწრებს და მე ვთქვი, კარგი შედეგია. თასინა რო გამოვარდნენ მესამე ლიგელა არმენიასთან, ეგ დიდი ტრაგედია იყო, მაგრამ ნუ ჩაბელმოსო გავაცილეთ უკვე რეალში და თავის დაიმსახურა. ძალიან ბევრი ისეთ კარგი პროექტი იყო გერმანიაში. ფრაიბურგს ჰქონდა რაღაც უნიკალური მიღწევის შესაძლებლობა, შეიძლება ბოლო ტურში ლიგაზე გასულიყო, თან მინუსი აქვს ბურთების შეფარდება. და იდევდა აინტრახტთან და მეგონა რომ აი უეჭველი გავიდა, იმიტომ რომ აინტრახტს ცუდი პოზიციური შეტევა ჰქონდა, 3 გოლი გაუტანა და გაძრა აინტრახტი ძირითადად უფრო პირველი წრის ხარჯზე. მე ყველაზე უფრო ესეთი არა ტოპ გუნდებიდან ვერდერი მომეწონა, იმიტომ რომ სეზონის დასაწყისში მე მგონი რომ გავარდებოდნენ ან გავარდნის პირას იქნებოდნენ და მერვეზე დაამთავრეს. ან ძალიან პრიმიტიული გუნდი იყო ვერდერი სულ ჩაწოდებები და გრძელი პასები და აი ისეთ დაალაგებულ ფეხბურთს თამაშობდა მოკლე პასებით, ბილდაპით და სტილისტურად იყო საინტერესო საყურებელი და ტომ ბიშოფი ყავთ ეგეთი მოთამაშე, ახალგაზრდა ძალიან, აი ყველაფერი შეუძლია ტიპს მოედანზე, ბურთის ართმევა, ასები, რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია ითამაშოს, საყრდენადაც, ათიანადაც, მარჯვნივაც, მარცხნივაც გამოჩნდა, მოკლედ რეაქციით ყურადღება, აუცილებლად მიაქციათ ყურადღებას, იმიტომ რომ აი შენ ამბობდი სეზონი ბაიერნმა წაიყვანა, უკეთესებული გახდა ეგ მოთამაშე. მე კიდე ყველაზე უფრო რაც გამიხარდა ამ სეზონის კონზე არის ის რომ როგორც იქნა ჰამბურგი დაბრუნდა, იმიტომ რომ ჰამბურგში ცხოვრობდი და ამიტომ გულშემატკივარი 6 წელი არ იყო ჰამბურგი ბუნდესლიგაში. ჰამბურგი ისტორიული გუნდია გერმანიისთვის. და სხვა შორის ეს არის რეკორდი, რაც გუნდმა გაატარა მეორე ბუნდესლიგაში. ანუ თუ ვარდებოდნენ ან პირდაპირ ქვემოთ მიდიოდნენ ან ბრუნდებოდნენ ხოლმე ჰამბურგი, აი ჩარჩა რასაც ქვია და მეორე ბუნდესლიგაში ძალიან ბევრმა ისეთმა გუნდმა მოიყარა თავი. ჰერტაც იქ არის, შალკეა, ჰანოვერი და ნუ ესეთი ისტორიული გუნდები და ნუ ერთ-ერთი მაინც ჰამბურგი რო დაბრუნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იმიტომ ალბათ მიუნხენის ბაიერნს გაუხარდება, იმიტომ რომ ბაიერნი 10-ით ერთებს და ეგეთ 9-ით ორებს და ეგეთი ანგარიშტუგებდა ხოლმე. შეიძლება რაღაც კიონი დაბრუნდა კიდე იმასთან. ხო, კიონიც ასევე ისტორიული გუნდი. ეგეც თან მაგარი ზედმეტსახელი აქვს, თხები. თხები, ხო. უნიონ ბერლინზე რას? უნიონ ბერლინ
მე მომწონდა რა ურს ფიშერის გუნდი ჩემს გასაგები გუნდი იყო იმის მე ცოტა ჩამოიშალა და არ მინდა რომ გავარდეს იმიტომ რომ რაღაც ატმოსფერული გუნდია საოჯახო გუნდია რაღაც შობას რომ ღერიან და ასე შემდეგ მაგრამ თამაშის სტილით მე არც რაღაც აი ისეთ ცოტა გიკური თვალით რომ შეხედო რომ რაღაც საინტერესოს გაჩვენებსო უნიონ ბერლინი უკვე დიდი ხანია ამას არ აკეთებს ვერ ვიტყოდი რომ მაინც მაშინ აკეთებდა უბრალოდ მაშინ რაღაც კინის დაცვა მაინც ყავდა როცა ლიგაზე მოხვდა ეხლა უკვე რაღაც ცოტა ის დაიწყო რა მაღალი ანუ ბუნდესლიგის ფერხულს აუვა მხარეს მაღალი პრესინგი და რაღაც ცოტა უფრო ინტენსიური თამაში რასაც ჩვენებიან და წეგან იძახტიო რას თქვი რეალურად გერმანიის ჩემპიონატი ტაქტიკური თვალსაზრისით ალბათ ერთ-ერთი ნუ ტოპ 5-ის გუნდი ხო არის და ტაქტიკური ჭრილით ალბათ ტოპ 3-ში შედის თუ ტოპ 2-შიც არა. ოღონდ ბუნდესლიგასთან მე მაქვს ერთი სერიოზული პრობლემა რა. რაღაცა გუნდი გამოიჩეკება, კარგი მოთამაშეებს გამოზრდიან, ვიღაცებს დაიმატებენ, რაღაცაზე გაიწევენ, მოვა მე ბაიერი და წაიყვანს. ნუ ეგ ხო ანუ დორტმუნდი კიდე კარგად უძლებს ამაგას. დორტმუნდის კარგად ყოლებს და სხვა გუნდებს. კი, ბევრი ყავს. დორტმუნდი არ მიქოს ნიკო კოვაჩმა როგორ დაამთავრა ბოლო 8 თამაში მოგება ეს. ძალიან მომატეს კი. თან ლიგაზე გავიდნენ თან. კი, ლიგაზე. და ეს რა ქვია? ინამ პარსოლ და გამო. ხო მე აი რას ვიძახე? ანუ ეხლაც ბოლო 2 სეზონში ჩაბი ალონსოს ლევერკუზენი რაღაცა კარგი თამაში დაიწყო უკვე ფრინგპონგს მე დიდი ხანია გულშემატკივრობ ძალიან რაღაცნაირად ძალიან დიდი სიმპათიებით ვიყავი მაგ მოთამაშის მიმართ. ვირცი რაღაცა უცებ სუპერსტარი გახდა ფრინგპონგი იქ გრანიტ ჩაკამ 28-ე სუნთქვა გაიხსნა ტაჰი რა მაგარი შემდეგ სეზონიდან რამდენი დარჩება? ხო ძალიან ცოტა. ფრინგპონგი წავიდა ლივერპულში ვირცს ახლა იმას ზავს ბაიერნი გადაიყვანს დიდი ალბათობით და გადაწევენ მუსიალას მარცხნივ შუაში ვირც და მარჯვნიდან ოლისეს. წინ დააყენებენ კეინს. მიდი და ეთამაშე. ნუ ხო არა ეგ გასაგებია ამიტომ. ცოტა აი მაგ მხრივ სხვა ინტრიგები უნდა ეძებო ანუ გერმანიის ჩემპიონატის ლიგაზე ვინგავა რაღაც საინტერესო პროექტი ვისექნება და ასე შემდეგ და შემდეგ. ხო მე რის თქმა მინდოდა იცი ჩემთვის ნუ ჰარი კეინი მისი 26 გოლით და 8 პასით რა თქმა უნდა ზედონეა და მე პირადად მაგრად მიყვარს კეინი ოლისე უნდა ვახსენოთ აუცილებლად რეალურად ინგლისის ჩემპიონატიდან ოლისე წამოვიდა 12 გოლი და 17 ასისტი ჰქონდა ამ სეზონში. სრულიად დამსახურებულად ოლისე გახდა rookie of the season ახალწმეული ძალიან მაგარი სტილის ფეხბურთელი რაღაცნაირად სტილი აქვს ეს ტექნიკა მისი ჯდება და ჯარისკაც მოგონებს ხო და ძალიან მოქნილი ჯარისკაცი მაღალი ფიგურა როა გამხდა ბუცებს რო ფორმებს უხამებს საკვირაოდ ხარ წითელ ფორმასთან წითელი ბუციაცია თეთრთან თეთრიაცია ძალიან რაღაცნაირი თავისებური ტიპია და მაგას თუ მართლა მუსიალასთან ერთად ვირციც მიუყვანეს მე ვფიქრობ რომ ძალიან მაგარ ტრიოს შექმნის შემტევს და ნუ იქ კეინი ხო დააგვირგვინებს და დააგვირგვინებს ფლანგის ისეთ ტიპიური უფრო პლეიმეიკერია ფლანგურები ძალიან ბევრი რაღაც შეუძლია ცენტრში შეუძლია ითამაშოს და რაღაც ძალიან ერთ-ერთი ტოპდონია ძალიან გამიხარდება აინც ამდენი ფეხბურთელი ყავთ ამდენი ნუ სანე საერთოდ თუ ზანი როგორც არის ოლისემ საერთოდ დაგვაუწყდა და ძალიან გამიხარდება თუ კრისტალ პალასიდან წაიყვანენ ებერეჩი ეზეს ვიღაცა წაიყვანენ არა ბაიერნი თუ წაიყვანს იმიტომ რომ წინა სეზონში ოლისე და ეზე აი ძალიან მაგარი რაღაც დუეტი იყო რა და ეხლა ბაიერნს მაგის ფული წესი უნდა ქონდეს ისე გერმანიიდან და გერმანული გუნდებიდან დაციებაზე ვთქვით და მე მგონი ეგ დრო ეხა დაუდგა ლაიფციგს რომელიც ჩემთვის არის პირადად ჩემთვის არის სეზონის აბსოლუტური იმედგაცრუება ჯერ ხო თუ გახსოვთ ლიგის ფაზაში ყველასთან და ყველაფერთან წააგო ვისთანაც შეეძლო საერთოდ ამ 36 გუნდში რაღაცა 31-14 თუ რაღაცა ეგრე იყო 31-16 მახსოვს საერთოდ ბოლო ხო ნუ მოკლედ ელემენტარული შანსიც კი არ ქონდა იმის რომ შეემძვრალიყო რომელ რაღაცა წარმატებულ ადგილზე ბუნდესლიგაში იმდენი მოახერხა რომ ბოლო 5 ტურში ვერც ერთი თამაში ვერ მოიგო თან ნუ ბაიერნთან არ წააგო და იქვე სახში ვერ მოუგო მე ჰოლტენშკელი თუ რაღაცა ეგეთი კილი ხო ხო ეგ გავარ მოკლედ ლაიფციგი გარჩა აბსოლუტურად იმის გარეშე ევროტურნირების გარეშე რაც პირდაპირ პროპორციულად უკავშირდება იმას რომ მოუწევს ლიდერების გაყიდვა ეგ ლიდერებიც უკვე შეფუთულები არიან ბენჟამინ შეშკოც წავა თან დაადასტურა ხავის სიმონსიც წავა
მე საერთოდ მომწონს ეს Red Bulls-ის პროექტები და ეს პროექტი ნუ ყოველ შემთხვევაში ამ წელმა არ გამართლა. ხო Luis Open-დაც არ არის ცუდი ფორვარდი. ეგეც ყავდათ, იმანაც ვერ უშველა. ხო მოკლედ აშკარად ჩააგდო Leipzig-მა ეს სეზონი, დაისაჯა ბჭყალებში იმით, რომ ვერ გავიდა ევროტურნირზე. ნახოთ ხო იმედია მომავალი სეზონიდან უკეთეს პროექტს არ არის. ნუ დაემტრათ გამოჩნდა რომ რამხელა ძალა იყო სპეკურტელი, მაგრამ როგორია მოიწყდა ავსტრიელი. შლაგერი. ხო. და ისტორიაში ყოველთვის ცუდი შედეგი დააფიქსირა Leipzig. ანუ ევროტურნირის გარეშე არასდროს არ დაუმთავრებია სეზონი. ძირითადად სულ ლიგაზე იყო. ახალგაზრდა გუნდია თან, ხო? ხო, და ნუ ნამდვილად ანუ კრახია და ნუ მარკო როზე შარშანა კარგი გუნდი იყო. ნუ შლაგერის სტარტმა და პლუს ოლმო გამოაკლდა ჩარშანდელია, ხო? მაგრამ ნუ შლაგერი ალბათ ძალიან ისეთ ფუნდამენტური ფიგურა იყო, რომელსაც წელი სეზონი მიიღო ტრაუმა და ნუ ვერაფერი ვერ უშველეს ამ პრობლემას. ბაიერნისთვის და ზოგადად ბუნდესლიგისთვის კარგი ამბავი ისიც არის, რომ ალფონსო დევისი დარჩა. ეკაჩებოდა რეალი, მაგრამ არ წავიდა, რაც ნუ გერმანიის ჩემპიონატისთვის კარგი რაღაცაა, ბუნებრივია, იმიტომ რომ გერმანიის ჩემპიონატსაც ჭირდება სუპერსტარები და მით უმეტეს მიუნხენის ბაიერნს. კარგი, ეს მაგრამ გერმანიის ჩემპიონატმა დაკარგა. კი ბატონო. ერთი კოლორიტი დაკარგა. ვინ? მიულერი. აბა, მიულერი ხო. დღეს შეხვდა მაგარი მიმი, რომ მიულერს ორი არჩევანი აქვს. ერთი რომ კარიერა დაამთავროს და მეორე წავიდეს MLS-ში და მესის იქაც მოუგოს. მე ისა მიულერი ნუ ფუნდამენტური ფიგურაა საერთოდ გერმანული ფეხბურთისთვის, მაგრამ ზოგადად თუ ესეთ კოლორიტ ტიპს თუ ეძებთ, ნიგეთ სანქტ-პაულის ყავს ეგეთ ჯექსონ ირვინი, ავსტრალიელი გრძელი ჩვევით, კიკინით და ამით, არის ძალიან მაგარი ტიპია. ამ ვაიტა რაღაცები დადის და უბანში დადის თავის იმაში ხალხთან და კონცერტებს ესწრება და თან მუსიკა ძალიან უყვარს და მუსიკალურ ჟურნალებში არის სულ მაგის ინტერვიუები. რაც მუსიკაზე შევალოს და რაღაც მოკლედ ძალიან ისეთი გერმანია არის გენიალური საფეხბურთო ქვეყანა რა. კარგი, მოდი შევადგილობასაც მგონი გავიაროთ რაღაც ჩამოყარე იდეებში. ნუ მეკარები, აი სანქტ-პაულის ყავს ძალიან მაგარი მეკარე. ნიკოლა ვასილი არის, მგონი ბოსნიელია თუ ყოსო. მე სადღაცა ბალკანეთიდან და აი ყველაფერს იღებდა რა ტიპი და ეგ მაგიტომაც გადარჩა სანქტ-პაული გადარჩა ხო. და ჰამბურგის დერბი იქნება მომავალ სეზონში. ალფონსო დევისი ტოპ სეზონი ჰქონდა, ჯონათან ტას ტოპ სეზონი ჰქონდა, უპამეკანო ბევრისთვის იმას ასოცირდება ბულინჩესთან, მაგრამ ამ სეზონში მართლა იყო ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო მომცველი ძალიან. აქ უპამეკანო რო ყოფილიყო ფინალში მე არ ვიქნებოდი. ანტონი კასი იყო ეგეთი მაინცის მარჯვენა მცველი, რომელიც მთელ ფლანგს კეთობდა სამცველიანი სქემით თამაშობდა, მაინცმა მაღლა დაასრულა. მაინცი კონფერენს ლიგაზე გავიდა საერთოდ. და აი ანტონი კასი ფრანგი ფეხბურთელია ძალიან კარგი იყო. ნუ კიმიხი, აი კიმიხს როგორ სეზონი ჰქონდა, იცი? კიმიხს ჰქონდა პრობლემური წინა სეზონი, იმიტომ რომ ხალხთან სულ კონფლიქტში იყო და რაღაც და ეხლა დაბრუნდა ოღონდ აი ვერ იტყვი რომ რაღაც ტოპ თამაშებში კიმიხი იყო ფუნდამენტური ფიგურა, მაგრამ რაღაც რო ფიქრობდი ვერ გავიხსენე რომელი თამაში ჩააგდო კიმიხი, მაგრამ ეგეთი თამაში არა აქვს. უსტაბილურეს და აი კიმიხი ყველა არ მახსოვს ვინ თქვა, მაგრამ სიმშვიდეს ქმნის თლიან გუნდში რა, აი ტონი კროსი გახდა ახალი. ხო ჩანსეს კარგი. ნუ ვირცი მოსიალა, ულაპარაკო და ულისე ულაპარაკო, კეინი ულაპარაკო და აქ და ჩავსო ერთი ისეთი ომარ მარმუში და აუ მაგის თქვა მე მგონი კეინმა გადაასწრო ბოლოს წინატორში თუ რაღაც გოლს პლუს პასი მოჩვენებთ ამ ნახევარ სეზონში გააკეთა იმდენი რომ აინტრახტი ლიგაზეა და სტატისტიკურადაც აი რაღაც ბოლო ტურებში გადაასწრეს მე მგონი მარმუში უნდა ამოიღო. რატო მან ADM-ი ჩავსვით მარმუში ამოიღე, იმიტომ რომ პრემიერ ლიგის ფენტეზიში დამღუპა ბოლო რამოდენიმე ტურებში. შენ კი არა გვარდიოლა დაღუპა. პენალტი. პირველი უტიტულო სეზონი აქვს ინგლისში გვარდიოლას. სხვა შორის მაგ ეპიზოდზე გვარდიოლამ თქვა რომ არ ვიცი რატო დაარტყა მარმუშმა პენალტიო, თავად მოედანზე გადაწყვიტეს ჰალანდმა და მარმუშმა, რომ იმას ეგვიპტეს უნდა დაერქვა. დინ ჰენდერსონის კომენტარი. ანუ ვიცოდი რომ კუთხეში დაარტყა და რა ძალით დაარტყა და ისიც ვიცოდია. და ეს ჰალანდი უფრო გამოსაცნობი იქნებოდა. ხო, ჰალანდს ეხერხება პენალტების დარტყმა და მარმუშმა არ ვიცი რატო დაარტყა, მაგრამ ბუნდესლიგაში სერიოზული კვალი დაუტოვა იქ იმას. ხო, ანუ ეს ეკიტიკე მარმუშის წყვილი, აი ტოპ წყვილი იყო აი ჩვენი მწვრთნელი იყო ტოპ მეოლერი ხო გახსოვთ იმის შვილი წვრთნის. აინტრახტს და აი მან კლიენტ ამაცია აწყო პირველი ნახევარი და აი ანადგურებდნენ ყველას რა. და მართლა გოლს პლუს პასი მე მგონი მართლა ბოლო ტურებში გადაასწრეს ვიღაც ანუ კეინმა და ვიღაცებმა, თორე ნახევარ სეზონში იმათ დონეზე არის რა. სანამ დავამთავრებთ ერთი პატარა ისიც და დავამატოთ რა, რომ აიაქსმა რა დებილობა ქნა, როგორ მოახერხეს. ხო, აი
ანუ წავიდა ის ჩნელი დღეს დაიწერა. ფარიული წავიდა. კი. ეგ ძალიან დიდი ისაა ჩემთვის ტრაგედია, იმიტომ ფარიული ძალიან გულშემატკივრე 36 წლისაა ძალიან ბავშვია. იყო დეძერბის ასისტენტი, ასისტენტი, ფილოსოფიაზე სწავლობდა თუ რაღაც, მე დეძერბი წაიყვანა, იყო მე მგონი მეკარეების მწვრთნელი. წავიდა ალანია სპორტში თურქეთში. იქა ჩვენ უკვე მაგარი შედეგი, მე ნიცა წამოიყვანა შარშან. და აიაქსი და აი რაც ესვეს რომ მოუგეს გასვლაზე 9 ქულით იგებდნენ, მეთქი всё დაამთავრეს. 5 ტურში უნდათ 6 ქულა. 5 აიღეს. ნუ აი 10 კაციან გრონინგენთან 96 წუთზე დაკარგეს გოლი. აი ეგ ვადევნებდი ძალიან აქტიურად თვალს და აი აშკარად ჩანდა რომ რაღაც აი რომ გაიჭედება წვრთნელის გონება რომ რაღაც რაც არ გამოდის მაინც იმას რომ აწვება რომ აი ეს უნდა გავაკეთოთ რომ ბურთისფლობით ვერ ან მიუხედავად იმისა რომ თელი სეზონი ძალიან მოქნილი გონდა იყო აიაქსი ბოლოს უკვე ჩაიციკლნენ რომ აი 70% უნდა ქონდეს ბურთი ოღონდ ვერ ვაკეთებთ ვერაფერს ერთი თამაში 2-3 მაგრამ მოდი მე 4-ს ასე გავაკეთოთ და კონჩეტების სტანდარტები ასეც ჩაიწვა რასაც ქვია აიაქსემ. კი ბატონო, სანამ ესაუბრები დიდამდე გაგრძელდა, თან საკმაოდ გვიან წერთ. კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ, რომ დაალაიქოთ ჩვენი ვიდეო, გამოიწეროთ ჩვენი არხი და ხო, სასპონსორო შეთავაზებისთვის ღია ვართ, გახსნილები ვართ, პროგრესული არხი გვაქვს, შეგვიძლია ჩავიდეთ სტატისტიკებში, ანალიტიკებში და ნებისმიერ შემთხვევაში თუ დაინტერესდებით, ბუნებრივია მოლაპარაკებები შეგვიძლია დავიწყოთ ამ თემას. ეს არის და ეს შემდეგ კვირაში ვაპირებთ რომ ერთი გადაცემა ჩავწეროთ შიდა ჩემპიონატებზე, ჩაფიქრებული გვაქვს ყოველ შემთხვევაში. დიდი ალბათობით მე არ მოვალ. მეორე გადაცემა ჩავწეროთ უშუალო ჩემპიონთა ლიგაზე მხოლოდ შეიძლება გვყავდეს სტუმარიც, ეგეც არ არის გამორიცხული. ეს არის და ეს რის სიხმაც გსურდა. ემშვიდობე და აი დავემშვიდობებ. ნახოთ.